კომპანია იელჩინ გრუპის წარმომადგენლებმა ფიროსმანის ქუჩაზე მშენებარე ობიექტზე დასაქმებული 28 ადამიანის სამუშაოდან დაითხოვეს. გათავისუფლებულმა პირებმა დღეს კომპანიის ოფისთან საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი კომპანიის წარმომადგენლებს დათხოვნის მიზეზის ახსნას თხოვდნენ. მშენებლობაზე დასაქმებულების სამუშაოდან გათავისუფლებას რამდენიმე დღის წინ გამართულ აქციაზე ხელფასების დაგვიანების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებას უკავშირებენ. მუშების განმარტებით მშენებლობაზე ხელფასის 10-15 დღით დაგვიანებას სისტემატური ხასიათი ჰქონდა. მათივე თქმით, მშენებლობაზე მუშაობის დაწყების დღიდან ისინი უშედეგოდ ითხოვდნენ ხელშეკრულებებს. კომპანიაში გათავისუფლების მიზეზს კონკრეტული ბრიგადისთვის განკუთვნილი სამუშაოს ამოწურვით ხსნიან. იურისტის განმარტებით, ხელფასების დაგვიანებას სისტემატური ხასიათი არ ჰქონდა და იგი ოქტომბრის თვეში სხვადასხვა ობიექტური მიზეზის გამო გადავარდა. ხელშეკრულებთან დაკავშირებით ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ დასაქმებულებს თითო ეგზემპლარი სამუშაოს დაწყებისთანავე დაურიგდათ. Ostaro კაცის იყო, Ostaro-ში გაგვანთავისუფლეს, იმის წინადღეებში ჩვენ მოვაწყეთ აქცია, ვითხოვდით ხელფასს. ხელფასი დაგვირიცხეს და შემდეგში აღარ შემიშვეს სამუშაოზე. იმის გამო რომ ხელფასი მოვთხოვთ, ჩვენ ვითხოვთ, ხელშეკრულება არ მოგწეს. და რატო გაგვანთავისუფლეს ვითხოვთ მიზეზი რა, რატო გაგვანთავისუფლეს? გაგვანთავისუფლეს მის გამო რომ ხელფასების მოვითხოვეთ რა აქცია გავაკეთეთ ხელფასების მოთხოვნაზე. Vreau să გამოგვიცხადეს რომ განთავისუფლებული ხარ სამსახური და ვინც იყავით აქციაზე. აქამდე კი იყო პრობლემა ხელშეკრულებები თითქმის ნახევარზემდეც არ აქვს აქ. მოსვლის დღიდან მე ვითხოვდი ხელშეკრულებას და არ მომწეს ხელშეკრულება. მეტი მათ მომსახურებას როგორც მლესავების, როგორც თქვა კალატოზების, როგორც თქვა გიფსოკარბონის გამყოლების ამ ეტაპზე არ საჭიროებთ. ამოიწურა ეს მოცულობითი აქამდე მათ ჩავარებული ქონდა თითო ეგზემპლარი, მოდიში ახლა ვისაც გააბნია, ვინ როგორ გააბნია ეს მათი პრობლემაა.